გავაკეთებუშინ განცხადება 5 ქვეყანას გადაუხადე მადლობა ქართული ხალხის მიმართ ხარდაჭერისთვის და გუშინ აქედან 3 ქვეყანა ჯიუტად ამტკიცებდა რომ ქართული ხალხის მიმართ ხარდაჭერა მათ აზრადაც არ გაუვლიათ. სინამდვილეში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად ქალბატონი კაია კალასის განცხადება, სადაც ის ამბობს რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი, მე არ მიხსენებია სამწუხაროდ ლუქსემბურგი და ლუქსემბურგსაც ეკუთვნის როგორც ჩანს მადლობა თუ არ უარყოფენ საკუთარ პოზიციას მადლობა ეკუთვნით ქართული ხალხის მიმართ ხარდაჭერისთვის. კაია კალასმა განაცხადა რომ იყო უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა რომელიც წავიდა სანქციების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მადლობა ამ ქვეყნებს ამ ხარდაჭერისთვის. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ რა ინფორმაცია ჰქონდა, მაგალითად ვიღოთ რუმინეთი, იგივე არის ერთ-ერთი ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან ხშირად ეყრდნობა ხოლმე ქართული მედია, ეს არის ბატონი შოზვიაკი, რომელმაც დაადასტურა რომ რუმინეთი იყო ერთ-ერთი ვინც წავიდა სანქციების წინააღმდეგ. თუმცა მე ნახეთ რომ გუშინ პირველი რუმინეთი აიძულეს რომ საწინააღმდეგო პოზიცია დაიფიქსირებინა, ეს არავის უკვირს. თქვენ ნახეთ რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი რუმინეთში შეაცვლევინეს გადაწყვეტილება ერთ დღეში. გამოვიდა ბატონი მეთიუ მილერი, რომელმაც პრაქტიკულად მუქარი შემცველი განცხადება გააკეთა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. მან განაცხადა რომ დაიშებოდა ყველა ვინც დაუპირისპირდებოდა რუმინეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს და ეს გააკეთა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში. მეორე დღეს ადგა საკონსტიტუციო სასამართლო აატრიალა საკუთარი გადაწყვეტილება და გააუქმა რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები. თან სრულიად ასე ვთქვათ განუსაზღვრელი საბაბით საუბარი იყო იმაზე, თუ არ ვცდები რომ ასე ვთქვათ ტვიტერში დაფიქსირებული გარკვეული აქტივობები ქმნიდა აღქმას რომ გარეჩ არავის ფონზე ჩატარდა რუმინეთში არჩევნები. ან პირდაპირ გავრცელდა მუქარა მეთიუ მილერის მხრიდან და მეორე დღეს საკონსტიტუციო სასამართლო რუმინეთში შეცვალა მთლიანად რადიკალურად თავისი გადაწყვეტილება. ამ ფონზე არავის უკვირს რომ რუმინეთს გააკეთებინეს იმის საპირისპირო განცხადება, ვიდრე იყო მათი ქმედება საქართველოსთან მიმართებით. იგივე ეხება ესპანეთს და იტალიას, აქაც საჯარო წყაროებში, მსგავს წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ იტალია და ესპანეთი უპირისპირდებოდნენ სანქციების იდეას და ამას დაემთხვა ჩვენი წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.